Citizen-ის შემეცნებითი ვლოგი დაბრუნდა შემდეგი სეზონით და ახალი საინტერესო სასაუბრო თემებით. მე მარია მენაბდე ვარ და არქიტექტურაზე გესაუბრებით. დღეს განვიხილავთ თუ რა გავლენას ახდენს ქალაქი ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს ჩვევებს, შეგრძნებებს, რომ დავაკვირდეთ საკუთარი გამოცდილებითაც მარტივად დავადასტურებთ ამ ურთიერთგავლენას. ოდესმე გიფიქრიათ, რომ ეს ქუჩები, შენობები, მწვანე სივრცეები, მათი არსებობა ან არარსებობა პირდაპირ ცვლიან ჩვენს განწყობას, ქცევას და ჯანმრთელობას. რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ყოველდღე 1 საათი საცობში გიწევთ ყოფნა, ან როცა სამსახურიდან სახლამდე მისასვლელად 2 ავტობუსის გამოცვლა გჭირდებათ. სტრესი, გაღიზიანება, დროის ფლანგვის შეგრძნება, ეს შემთხვევით არ ხდება. მოგიყვებით 3 მთავარ პრინციპზე, რომლებიც ცვლის თანამედროვე ქალაქგეგმარებას მთელ მსოფლიოში. პირველი, ეს არის ქალაქების სიცოცხლის უნარიანობა. ეს ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც არა მხოლოდ არსებობ, არამედ ცხოვრობ. გარემო, სადაც ადამიანებს აქვს სრულფასოვანი სოციალიზაციის საშუალება. მეორე 15 წუთის ქალაქები. ეს ნიშნავს იმას, რომ სამსახური, სკოლა, მაღაზიები, პარკები, საავადმყოფო მხოლოდ 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე გაქვთ. საცობში დგომის ნაცვლად შეგიძლიათ 15-20 წუთით ადრე გაიღვიძოთ და მაინც დროულად მიხვიდეთ, სადაც მიდიოდით. კი, ზოგიერთი ადამიანი ახერხებს ამ დროში გასასვლელად მომზადებას. მესამე კი გახლავთ მდგრადი გადაწყვეტები. მოდელი, როცა ქალაქს ისე გეგმავ, რომ გარემოზე ზრუნავ და შესაბამისად შენც უკეთ ცხოვრობ. წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც მეტი მწვანე სივრცეა, სუფთა ჰაერი, ნაკლები ხმაური და დაბინძურება. ყველა მშობლის ოცნება და არა მარტო ქალაქი, რომელიც არა მანქანებზე, არამედ ბავშვებზეა მორგებული. ამის მაგალითი თავისი კონცეფციით Citizen Central Park-ია. ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული. იქნება ეს ბავშვი თუ ზრდასრული. ეს არის ურბანული სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ხელმისაწვდომობა, ყველა საჭირო ობიექტთან. ტერიტორიის ნახევარი კი მთლიანად რეკრეაციას ეთმობა. არანაირი საავტომობილო გზა, მხოლოდ ველობილიკები. მოკლედ, ბავშვებზე მორგებული ქალაქი არის როგორც ფიზიკური სივრცის გარდაქმნის ხედვა, ასევე ჩვენი კულტურული ღირებულებების და პრიორიტეტების სახეც. როდესაც ქალაქი ბავშვებზეა მორგებული, ის უკვე საცხოვრებლად ყველასთვის იდეალურია. მოდი ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დაგემშვიდობებით. დღეისთვის სულ ეს იყო. შევხვდებით შემდეგ სერიაში, შემდეგი თემით.